სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტი მიმდინარეობს. ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე. ქართული დელეგაცია ორ მხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მონაწილეობას მიიღებენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. სომხეთში პრემიერის ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მისგან უფრო დეტალურად მოვისმენთ სამიტის და მიმდინარე ვიზიტის შესახებ. სალომე, გისმენთ. დიახ, სომხეთის დედაქალაქში ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტი უკვე ოფიციალურად გაიხსნა ეს დღეს დილით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სტუმართა უმრავლესობა ერევანში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ჩამოვიდა მიღებისთვის, რომელზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა სამიტის სტუმრებს უმასპინძლეს. რაც შეეხება უკვე დღევანდელ დღის წესრიგს, ყველა ლიდერი, რომელიც უკვე ჩამოსული არის ერევანში, იმყოფება სამიტის შენობაში, დარბაზში. სამიტმა სტარტი აიღო ამ წუთებში უკვე სიტყვით გამოსვლით მასპინძელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავს სტუმრებს. რა თქმა უნდა, აქ იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც გუშინ მონაწილეობდა მიღებაში და რომელიც დღეს დაესწრო სამიტის ოფიციალურ გახსნასაც. გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ტრადიციულად ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ორ ნაწილად და ორ ჯგუფად გაიყოფა და გააგრძელებენ თემატურ ჯგუფებში მუშაობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თემატურ ჯგუფში, რომელიც დაკავშირებადობას უკავშირდება და ამ მხრივ, როგორც იცით, საქართველოს საკმაოდ ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაშინ, როდესაც საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მოთამაშე ქვეყანას შუა დერეფნის პროექტში, რომელიც ახლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტის დაწყებამდე გითხრა. თავისთავად სამიტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 50-მდე ლიდერს, იძლევა ძალიან კარგ საშუალებას ორმხრივი შეხვედრების გამართვისთვის. ნახოთ, როგორი იქნება ორმხრივი შეხვედრების დღის წესრიგი, რაც შეეხება უკვე მის მონაწილეობას და სიტყვით გამოსვლას მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც უკვე გითხარით, რომ დაკავშირებადობას შეეხება. პრემიერ-მინისტრმა გითხრა, რომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საქართველოს ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში და იმაზე, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ჩვენს ქვეყანას საიმისოდ, რომ უფრო განმტკიცდეს და დასტაბილურდეს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება, მათ შორის სხვათაშორის ენერგო თვალსაზრისითაც. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრებით ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. პირად მე მეხვდეთ მონაწილეობ ამ ფორმატში, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მიმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, როგორც საინტერესო ღონისძიება და მოგდიოთ მეგობრ მონაწილეებს. ზოგადად ამიერკავკასიისთან განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივი ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის. ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მერვე სამიტი წელს ორიენტირებული არის მომავლის მშენებლობაზე, მეტი სტაბილურობა და განვითარება ევროპაში. ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება ერევანში შეკრებილ ლიდერთა ყველა ლიდერი და სწორედ ამ თემებზე გაგრძელდება მშელობა, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ შექმნილი ვითარებიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აქ ჩამოსული ლიდერები აქცენტს აკეთებენ იმ თემებზე, თუ რა თემებზე გაგრძელდება დისკუსია და ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თემა და გამოწვევა, რომელსაც ისინი ახლა ასახელებენ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის სწორედ ევროპის ენერგო უსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა. სწორედ ამ ნაწილშიც შეუძლია საქართველოს საკუთარი როლის შესრულება, როდესაც მაგალითად საუბრობთ შუა დერეფანზე, როგორც დამაკავშირებელზე ევროპასა და აზიას შორის. ხოთაშორის საინტერესოა, რომ დღეს შუა დერეფნის შესახებ რამოდენიმე ლიდერმა ისაუბრა, თუმცა აქვე საინტერესოა ისიც, რომ მაგალითად როდესაც ჩვენ ევროკომისარს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვესაუბრებოდით ამ თემაზე. მან თქვა, რომ შუა დერეფანის პროექტს ჭინჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუმცა ამავდროულად მისი ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეს საქართველოს მიმართ მაინც გარკვეულწილად გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა. ჩვენ ასევე ამ თემაზე შეკითხვა დავუსვით ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ის უკვე 10 წელი არის საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერი და რომ როგორც ის ამბობს, დროის განმავლობაში ევროინტეგრაციის პროცესი აუცილებლად განახლდება, თუმცა რაც შეეხება უკვე შუა დერეფნის მნიშვნელობას ამ თემაზე ანდრეი პლენკოვიჩმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ამ დერეფანს ახლა ამ მოცემულობაში, ამ ვითარებაში კონტინენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტია და ჩვენ ძირითადად დამოუკიდებელ ევროპას განვიხილავთ. ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოუკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოუკიდებლები იმპორტირებული წიაღისეულის საწვავზე და შესაბამისად ყოველთვის დამოუკიდებლნი ვართ დროსა და გლობალურ ბაზრებზე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში და ესენია განახლებადი ენერგიები და ბირთვული ენერგია. მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ სამხედრო შესაძლებლობების წარმოების პროცესი და მესამე ელემენტი არის საიმედო მოწოდებების ჯაჭვების თემა. ამ ყველაფერში სომხეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ. შუადერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ყველა ასევე განიხილავს, თუ როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია და შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის დაკავშირებადობა და ეს მარშრუტი უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს, თუ გეოგრაფიას დავაკვირდებით, დავინახავთ, ეს ქვეყნები აქ არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ხრივ, რათა შევძლოთ ამ დერეფნის დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს, მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ასევე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ეს ასევე გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ხორვატიამ უმასპინძლა სამი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 13 წევრს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს იყო ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის ამ ნაწილში, რომელიც გარკვეულწილად ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგია, სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. ამის გაკეთების ორი გზაა: შუა დერეფანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ასევე ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის დერეფანი. ეს ორი ასპექტი ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები, ამიტომ მე მჯერა, რომ ენერგიის, ტვირთების ტრანსპორტირება, ღიაობა, ტრანზიტი, შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ამ ნაწილში განვითარებისა და მშვიდობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ ქვეყნებს შორისაა. კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა, რომელსაც დღეს აქ ჩვენ ჩამოსული ჩვენი კოლეგები სვამენ შეკრებილ ლიდერებთან არის ის, თუ როგორ ხედავენ კონკრეტული ლიდერები ამერიკისა და ევროპის ურთიერთობების გაგრძელებას ბოლო გამოწვევების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობებში. უნდა ვთქვათ ისიც, რომ თითქმის ყველა სტუმარი, რომელსაც ელოდებოდნენ იმყოფება აქ, მაგალითად წელს პირველად სტუმრის სტატუსით იპისის ერევანში მას სტუმრობს კანადის პრემიერ-მინისტრი. უნდა ჩამოსულიყო ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედრო სანჩესის თვითმფრინავი ანკარაში ავარიულად დაეშვა. ნახოთ შემოუერთდება თუ არა ის მოგვიანებით იპისის სამიტს, რომელსაც უკვე ჰყავს 48 ლიდერი, 48 ლიდერი სტუმრობს. ესენი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროინსტიტუციების პირველი პირები და რა თქმა უნდა პარტნიორი ქვეყნები. შესაბამისად, საკმაოდ წარმომადგენლობითია ყოველთვის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ კონტინენტზე არსებული ქვეყნების ლიდერებმა ერთად იმსჯელონ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც არსებობს ახლა ამ ეტაპისთვის. როგორც მოგითხარით, ერევანში იმყოფება უკვე მეორე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავად გითხრა, რომ ამ სამიტის ფორმატში ექნება ორმხრივი შეხვედრები. სულ ცოტა ხანში კი უკვე დაიწყება მსჯელობა დისკუსიის ფორმატში სამუშაო ჯგუფებში. მადლობა სალომე ქოქიაშვილი პრემიერის ვიზიტს აშუქებს.